იცოდი რომ ცხოველთა საავადმყოფოს თამაში რეალურ ამერიკაზეა დაფუძნებული. ამიტომ გადავწყვიტე, ბადენის საავადმყოფოს ადგილზე წავსულიყავი და იქ მაგნიტით თევზაობა მეცადა, რადგან მთელი წლის განმავლობაში უცნაური ანომალიები შეინიშნებოდა. მოდით ნახოთ რამდენიმე ვიდეო მათ შესახებ. როგორც ჩანს, ხალხმა რეალურ ცხოვრებაში გადაიღო ცხოველთა საავადმყოფო და შეგვიძლია ბევრი ასეთი არსება ვიპოვოთ. ნახე, ეს რეალურ ცხოვრებაში სტალკერს გავს. მაგრამ შემდეგ, ძალიან შემზარავი ანომალიები იყო და ისინი იქო შეინიშნებოდა. ეს ნამდვილი ანომალიაა, ძალიან უცნაური და საშიში. და შემდეგ ექიმიც დავინახეთ. მაგრამ არ ვიცი ეს ყველაფერი მართალია თუ არა. მოდი გავაგრძელოთ კვლევა და ვცადოთ მაგნიტით თევზაობა. და ჩვენი პირველი აღმოჩენა რა იქნება? ღმერთო, ეს რა არის? ეს ანომალია! ეს ანომალია! რა საშიშია! უბრალოდ შეხედე ამას! იცადელ ვიჭებო, ეს სასწრაფო ცხოველთა ჰოსპიტალიდან. ეს როგორ შეიძლება? ეს სიგიჟეა. ასე რომ, ეს ყველაფერი მართალია. ეს უბრალოდ თამაში არ არის, რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს. ღმერთო ჩემო, ნახე, ეს პაციენტია, ცოცხალია. არ ვიცი, მაგრამ აშკარა დახმარება სჭირდება. ჰეი, ბიჭო, კარგად ხარ? არა. მგონი ამ პაციენტს დახმარება სჭირდება. შეიძლება ამ ცხოველთა საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების მანქანა გამოვიყენოთ მის დასახმარებლად. მოდი ვნახოთ რა არის შიგნით. ვაუ, ეს დაუჯერებელია. სუსტად ცხოველთა საავადმყოფოში რო არის, ისე გამოიყურება. აქ ძალიან ბევრი სამედიცინო აღჭურვილობაა და არის სამკურნალო მაგიდა. პაციენტების მკურნალობა პირდაპირ აქ შეგვიძლია. ეს ძალიან შემზარავად და ამავე დროს ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. და აქ ნახე, სურათებია. დოქტორი, ჰელო. დგას სამედიცინო სასწრაფო დახმარების მანქანის წინ და ის ამ მაგიდაზე მკურნალობს პაციენტებს. და ჩვენ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. დიახ, აქ გვაქვს სამედიცინო ფორმა, მოდი ჩავიცვათ. ეხლა ექიმივით გამოვიყურები. პაციენტიც ყავს, წაწიენც ყავს, წავედით, მოდი ბიჭებო. ჯერ კიდევ არ ვიცი ეს ყველაფერი მართალია თუ არა. მაშ, უნდა მოვარჩინოთ ეს პაციენტი რომ გავარკვიოთ. წავიდეთ და დავეხმაროთ. მოდით. სინამდვილეში ბიჭებო, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. უცნაურად და საშიშად მეჩვენება, ეს თამაში არასდროს მითამაშია. თუ თქვენ გითამაშიათ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება. თუ Roblox გიყვართ, ისიც მოიწონეთ. პაციენტების შემოწმებას ვიწყებ. შეიძლება იმ ეკრანთან რაღაც უნდა გავაკეთოთ. კარგი, პირველ რიგში პაციენტი უნდა დავარეგისტრიროთ. მოდი ფოტო გადავუოთ. კარგი, გთხოვთ არ გაინძრეთ. ეს კარგად გამოიყურება. ერთი წამით. ეს არის ბიჭებო, რა ხდება? ნატო გამოიყურება ასე უცნაურად, სულ სხვანაირია. ეს საჭმელი ძალიან შემაშფოთებელია. საშინლად ნერვიულობ ამის გამო. მაგრამ შეიცვალა. ეხლა უკვე რეგისტრირებულია. მართლა ისე მუშაობს, როგორც ცხოველთა საავადმყოფოში. შემდეგი რა იქნება? მისი მონაცემებია. ეს მისი სახელია და თავის ტკივა. მაგრამ მე არაფერი მაქვს თავის ტკივილის სამკურნალოდ. ამიტომ ისევ მაგნიტით თევზაობაზე უნდა დავბრუნდეთ. მოდი, გადავაგდოთ მაგნიტი, რომ მეტი რამ გვიპოვოთ. შეიძლება რამე მნიშვნელოვანს გამოვავლენთ. ან იქნებ რამე ვიპოვოთ, რომ პაციენტი განკურნოთ. და რაღაც წითელი ჩანს. ღმერთო ჩემო, ეს რაღაცას გავს, წითელ ხუთს, რომელზეც წერია არ გააღო. მოდი ვნახოთ, რა არის შიგნით, რადგან ეს თამაში ვნახე. კარგი, რა იქნება ეს? ეს არის ინსტრუმენტები, რომლითაც პაციენტებს უმკურნალებთ ცხოველთა საავადმყოფოში. ეს არის ბინტი, წამალი, პირველადი დახმარების ნაკრები და სკალპელი. ამათგან ზოგიერთს გამოვიყენებთ პაციენტების სამკურნალოდ. დავბრუნდეთ სასწრაფო დახმარების მანქანაში. კარგი, წავედით. ეს არის მონსტრი. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, თუ იცით როგორ ქვია მას, დაწერეთ კომენტარებში. უნდა მივსეთ მას რაღაც, რომ შევიყვანოთ სასწრაფო დახმარების მანქანაში. კარგი, იქნება ეს. არა, ეს არ იყო სწორი. იქნება ეს. არა, ესეც არასწორია. იქნება ეს. ეხლა უკვე კარგია? შეგვიძლია წავიდეთ. ეს შესამჩნევია. წავიდეთ. მოდი. პაციენტის განკურნება გვჭირდება. ღმერთო ჩემო, ეს ანომალია. ეს შემზარავი რაღაც ისევ აქ არის. არა, ეს ამჭირდება. როგორ მე ამ პაციენტს უნდა დავეხმაროთ? კარგი, იქნება ეს რამე იმუშავებს. არა, არ მუშაობს. ასე რომ იქნება აქედა რამეს გამოვიყენებთ. დააჭირე იმ ღილაკებს ან რამე მსგავს. ან იქნება ეს პირველადი დახმარების ნაკრები დაგვეხმაროს. ცოტა დამტრეული და შემზარავია. არ ვიცი როგორ დავეხმარო. არ ვიცი ბიჭებო. ბიჭებო, შეხედეთ ეკრანს. ეკრანი რაღაცას ანათებს. რა შეიძლება იყოს ეს? ეკრანი მკურნალობას აჩვენებს. კიდევა ბალახები პაციენტის სამკურნალოდ. კარგი ჩემო პაციენტო, ცოტა მოითმინე. გავაგრძელებთ მაგნიტით თევზაობას, რომ ბალახები ვიპოვოთ. მოდი. ჰეი ბიჭებო, ეს რა არის? ღმერთო, ეს საშინლად გამოიყურება. სისხლიანი დანაჩანს. ღმერთო ბიჭებო, ისეთი რეალურია. მაინც ვერ ხვდები და ეს არის ქუდი და ულვაში.
ვის ეკუთვნოდა ეს? მოდი მოვირგოთ. ეხლა მე ცოტა საშინლად და შემზარავად გამოვიყურები, ხო ასეა? და მეც ასე ვზნობ თავს, მაგრამ მაინც უნდა გავარკვიოთ, როგორ შეიძლება ეს რეალური იყოს, როგორ არის ეს დაკავშირებული და რატომ არის ეს დანა სისხლიანი. ანუ, ცხოველთა საავადმყოფო რეალურია? რეალურია მართლა შესაძლებელია ეს? თუ ისევ რაღაც ყალბია? არ ვიცი. მოდი გავაგრძელოთ მაგნიტით თევზაობა რო გავარკვიოთ. და სინამდვილეში თუ იცით ვისი იერია ეს, დაწედეთ კომენტარებში რა ქვია ამ პერსონაჟს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, უნდა ვაგრძელოთ სროლა. უნდა ვიყოთ კარგები რომ მეტი რამ ვიპოვოთ. და რაღაცას ვხედავ. რაღაც ამდის. დიახ, რაღაც ლურჯია ჩემს მაგნიტზე ბიჭო. ესე იგი, ეს რაღაც თვალებისთვისა. ეს კიდევ ერთი წამალია, მაგრამ ჩვენ ბალახებს ვეძებთ. ასე რომ ეს არასწორი წამალია. გავაგრძელოთ სროლა რომ მეტი ვიპოვოთ. კარგი. და რაღაცას ვხედავ. ისიქა, რაღაც მწვანე ამბოდის სკლიდან. ვიპოვეთ! ეს თამაშიდან კიდევ ერთი აღმოჩენა! ეს სწორედ ის ბალახებია, რასაც ვეძებდით. ბალახები! ეს ზუსტად ისაა, რაც ჩვენს პაციენტს სჭირდება. წავიდეთ და ახლავე ვესტუმროთ მას. წამოდი, უნდა დავეხმაროთ ჩვენს პაციენტს. ღმერთო ჩემო, ეს თვალის მონსტრია, რა საშიშია, ძალიან საშიშია ბიჭებო და პირდაპირ სასნაფოს გზაზე დგას. ვერ შევალ შიგნით, რაღაც უნდა გავაკეთო. ძალიან საშიშია, თვალის წვეტები მაქვს. იქნებ ამის გამოყენება შევძლო თვალის მონსტრის წინააღმდეგ. ავიღებ! ვაუ, მუშაობს. მონსტრი მიდის. ვაუ, მართლა იმუშავა. ეხლა უნდა დავბრუნდეთ სასტრაფოში და პაციენტი გადავარჩინოთ. წავიდეთ ბიჭებო! კარგი ბიჭებო, აბა, აქ რა მდგომარეობა? არა, ჩემი პაციენტი ჯერ კიდევ დახმარებას საჭიროებს. ის ისევ ცუდად გზნობს თავს, ისევ თავის ტკივა. ჯერ უნდა შეუცვალოთ სახვევი. კარგი, ეხლა სკალპელს გამოვიყენებთ ძველი სახვევის მოსახსნელად. ეს არის. ამას გადავაგდებთ. შემდეგ ვფიქრობ, შპრიცებს გამოვიყენებთ, რომ კარგი მკურნალობა ჩაუტაროთ. და დარწმუნებული ვარ, ამას როგორც ბალახს გამოვიყენებთ. ასე რომ, ეხლა მცირე მკურნალობას ჩაუტარებთ. მოდით სამალს მივხედოთ. ვაუ, ძალიან შემზარავად გამოიყურება ბიჭებო. ასე მოამზადეთ ხელი? ოხ, ეს ნამდვილად იმუშავებს. ჩვენს პაციენტს თავის ტკიოდა, ამიტომ მისთვის თავზე ბინძს გამოვიყენებთ. სურიათ ახალია. კარგი, მოდი ასე დავადოთ და როგორც ეკრანზე ეწერა, ეხლა მის თავზე ბალახებს დავადებთ, რადგან თავის ტკიოდა, ხომ ასეა? მოკლედ დავადეთ. არ ვიცი, ჩემი პაციენტი თავს კარგად იგზნობს თუ არა ამის შემდეგ. მოდი შევამოწმოთ. როგორც ჩანს, ყველაფერი რიგზეა. როგორც არ უნდა იყოს, მოდი დავტოვოთ ეს ადგილი და ცოტა დავასვენოთ. ასე რომ, ეს არის ყველაფერი. ვფიქრობ, 1 ან 2 წუთი საკმარისი იქნება ჩემი პაციენტის დასასვენებლად. ხომ ასეა? ახლოს არანაირი მონსტრი არ არის. და ეს მონსტრიც ისევე როგორც ეს ცუდი წავიდნენ. ასე რომ მაინც ვერ ხვდები. ეს ყველაფერი მართალი იყო? ეს მონსტრები მართლა არსებობდნენ თუ არა? მაინც მაქვს რაღაც გზნობა, რომ ეს თითქოს ხალბია, არ არის ნამდვილი. ახლა ვნახავთ ამას. სად არის ჩემი პაციენტი? პაციენტო! ჰეი, პაციენტო, სად ხარ? ანჯანდობა! რატო არ არის ჩემი პაციენტი? მე მკურნალობდი მას. სად არის? როგორ არის შესაძლებელი? როგორ გაქრა? რა გაქრა? ღმერთო ჩემო, ეს ანომალია აქა. რატომ არის ეს ჩემს ეკრანზე? ღმერთო ჩემო, ასევე ისიც. იქნებ პაციენტიც იმ მეორესავით მონსტრი იყო, ანომალია, მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი? ეს ძალიან შემზარავია ბიჭებო. ჯერ კიდევ ვერ ვიგებ, სად არის ჩემი პაციენტი? არა. ღმერთო ჩემო, არა. არა. ეს ნამდვილი მონსტრია. უნდა გავიქცეთ ბიჭებო, ეხლავე უნდა გავიქცეთ. არა, მიდი. ეს ნამდვილი გაბუტული კუდრელი იყო, ღმერთო ჩემო, რა ხდება იქ? ის ორი ბიჭი, ცხოველთა ჰოსპიტალიდან. ეს ყველაფერი ნამდვილია ბიჭებო, ეს სიგიჟეა, ღმერთო ჩემო. არა, გთხოვთ, არ მაქვს და არ მჭირდება პრობლემები ბიჭებო. ანუ თქვენ ნამდვილი ხართ, ანუ ცხოველთა ჰოსპიტალი ნამდვილია, ხო ასეა? ანუ აქ რაღაცას აშენებთ, რას გულისხმობთ? ცხოველთა ჰოსპიტალი, დიახ ნამდვილია, ცხოველთა ჰოსპიტალი, დასავლეთის ოთახი. რა? ანუ
აქ აშენებთ ცხოველთა ჰოსპიტალის კვესტის ოთახს. ანუ ეს ნამდვილი კვესტის ოთახი არ არის. ბიჭებო, ეს ისეთი გიჟური იყო, ისე შემეშინდა, ძალიან შემეშინდა, რადგან თქვენ აშენებთ კვესტის ოთახს. ანუ ეს ყველა მონსტრი, ეს ყველაფერი უბრალოდ ატრიბუტებია. კვესტისთვის საჭირო ატრიბუტები. გმერთო და შენს ისე შემზარავად გამოიყურები. ანუ ეს ექიმის ფორმა, ეს საავადმყოფოს ნივთები, ესეც არ არის ნამდვილი. ხო, ესეც შენი ატრიბუტია. გმერთო, ეს ძალიან შემზარავი იყო. ანუ ცხოველების საავადმყოფო არსებობს თამაში, Roblox-ში და კვესტის ოთახშიც ასე ვიგულისხმობ, ხო? კარგი, მაგრამ მართლა ძალიან შემეშინდა. იმედია ვიდეო მოგეწონათ. თუ Roblox გიყვართ და ჯერ კიდევ უყურებთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. ჩემი სახელია ლაფი და ძალიან კარგი თავგადასავალი ქონდა. დიდი მადლობა ყურებისთვის. იმ ბიჭებმა უნდა გააგრძელონ ცხოველების საავადმყოფო. საავადმყოფოს quest room-ი მგონი. ნახვამდის.